აგვისტოს ომი დიდი ტრაგედია იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. მე პირადად მსახურობდი განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ დეპარტამენტში შიდა ქართლში. მეოთხე განყოფილების უფროსი. ამჟამად თადარიგში ყოფი ვიცე-პოლკოვნიკი. მე შემიძლია აგვისტოს ომი აღწერო უშუალოდ ჩვენი შინაგანი ჯარების, შესაძლოა გინდა თავდაცვის ძალების, ვაშკაცური საქართველოსთვის თავდადებული ბიჭები, რომლებიც თავის თავს არიშურებდნენ საქართველოს მიწა-წყლისთვის. პირადად ბევრი თანამებრძოლი დამეღუპა, განათოს მათი ვაშკაცისულები მიერ სიღმერთმა. შემოიჭრა მტერი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო 5-6 წლში პირველ რიგში ამნებში დაიბომბა სამშვიდობო საგუშაგოს დაარტყეს ჩვენი ქართველების და ფაქტიურად ასე ვთქვია წავიდა დაპირისპირება. ახსენილია ამიტომ ოსებს და ქართულ ოსმალეთოსები თემა სოფლიო მისის და საქართველოს მithumetes თქვენ პირადად იყო რუსეთთან საქართველოს რუსეთის ომი. ამჟამადაც ოკუპირებული აქვს. ცხინვალის რეგიონი დაემატა ჩვენ საქართველოს კიდე 100,000-ობით დევნილი. ჩვენმა ქვედანაყოფებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ყველაფერი გააკეთეს მტრის ძალის შესაძლებლად და აგრესიის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ აურიცავი ძალის წინაშე ჩემთვის როგორც აფხაზეთის ომში მონაწილეთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩვენი აფხაზეთის კუთხის დაკარგვის და 300-400,000 დევნილის. უნდა აგვისტოს ომშიც მივიღე მონაწილეობა და აქაც იგივე ანალოგიური. მე პირადად დავკარგე ოჯახის წევრი. პირველ ბატალიონში იყო რომან ლეთოდიანი, ზედმეტ სახელად ტახუნია. 19 სექტემბერს კვირილად დაეცა ფრონტის ხაზზე, წინა ხაზზე, კუნსტაში. ამაზე დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ხელა კუთხის დაკარგვის, ამდენი დევნილი პირადად ჩემო ოჯახში ამ ხელა ტრაგედიის დატრიალების მამა დავკარგე დამეღუპა, მომიკლეს, გამახსენდა ეგრევე ხაზეთი რა თქმა უნდა, დაკარგული კუთხე, რომ არ მოხდარიყო ისე იგივე ანალოგიური ცხინვალის რეგიონში. დაღუპული ვაშკაცი ბიჭები, პირადად მამა ჩემი. და ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ სიკვდილის ბოლო წვეთამდე თავს შევწირავდი საქართველოს კეთილდღეობას. 2008 წელს იგრძნობდა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმ რუსეთის ხასიათი, როგორც იყო აფხაზეთში ხო. იმენა ფაქტიურად ყოველთვის ხდებოდა ეგრე. იქაც პოზიციონირებები მიდიოდა, თქვა აქაც ხო, პირდაპირ იყო საომარი ვითარება, მაგრამ პირველ რიგში იბომბებოდა სამოქალაქო მოსახლეობა, რომ შიში დაენერგათ ხალხში. ვერ გაკეთდა, არ მოხდა. რამდენი ქალი, ბავშვი, კაცი დაიღუპა, მოფრინავს ეს ჭურვი. სად დაეცემა არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტიურად ბომბავდნენ დასახლებულ სამოქალაქო კორპუსებს. ჩვენ ამ მოსახლეობასთან შეხება არ ქონია. პირადად ჩვენ ვიყავთ წინა ხაზზე. არის ესე დვანის მიმართულება, თლიანად განსაკუთრებული იყო და აყოფილი კნიქოზის მიმართულება და რასაც ვქია უშუალოდ ვიყავით ჩართული ომში თლიანი დანაყოფები რუსეთის წინააღმდეგ, ჯარების წინააღმდეგ. გავიხსენებ უშუალოდ ბიჭების აი ვაშკაცურ мотиваციას, რომ ამ ხელა მოწინააღმდეგია წინ. არა ერთი, ახლა მას გულახდილად ვამობ, რომ ერთი არ შეოკებულან, რომ ვაი, რომ რა გვეშველება. გვით ბოლომდე და გავაკეთეთ ეს ჩვენი საქმე. ისე არ გავიდოდა 2-3 თვე, 4-5 ბიჭი ვარ დაგჭირდა, 1-2 კაცი ვაშკაცი ვარ დაგუბოდა. ამდენი ბიჭები ახლა გამოდიოდი, მიდიოდი საგუშაგოზე თქვა გორიდან, მაგრამ უკვე მიმართულება გაჩნდა სად მქონდა. გზაში აღაფეთქებდნენ, დანაღმული ხდებოდა, საღამოს წავიდოდა პოზიციური სროლები. ამიტომ გინდა არ გინდა ხა გვერდში რომ თანამებრძოლს მოგიკლავენ, დაგიჭრიან, შენ გამოყავს ბიჭები რასაც აკეთებენ სულ ყველა ეს ახალგაზრდა ვაშკაცი ბიჭები გინდა არ გინდა იყო დაგროვილი ეს აგრესია. ეგ იყო დაგეგმილი რა აქტიურად იმიტომ რომ შენ მოდიხარ იგ 80,000-იანი ჯარით მილიონნახევრიან საქართველოზე თან რო აიღო გინდა ერთის და გინდა მთლიანობაში 15,000 მაქსიმუმ გამოდის რეზერვისტებსო თავი დავანებოდა. ძალთა თანაფარდობა იყო ძალიან დიდი.
მთლიანი სატანკო რა მოდის, იმენა იქ 500 ტანკი ერთ მიმართულებაზე მოდის. მეორეზე 200 ამ რაოდენობის ტექნიკა საქართველოს არ გააჩნია. ჩვენი თაობა რაც მოვესწარეთ, ეგ რა თქმა უნდა არ უსურვებს მომთაობას. ეგეთ დაწყებული აფხაზეთიდან და დამთავრებული ცხინვალით დღესდღეობით როდესაც რომ ორი ასეთი ულამაზესი კუთხე გვაქვს ჯერჯერობით ოკუპირებული. თამდგარ იყოს ის ბედნიერი დღე ერთი ამ მთლიან და ლამაზ საქართველოში გვეცხოვროს. თითოეულმა ქართველმა თავის შვილს, მომავალ თაობას, იქ ბაბუა იქნება შვილის შვილს, რომ შვილო შენ საქართველო უნდა გიყვარდეს. დღესდღეობით არის დაკარგული ეს ორი კუთხე, ეს არის თქვენი მომავალი თაობის და ეს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ თუ არა, თქვენ მაინც. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთანავე ჩვენ შევიკრიბეთ ტელეფონები დაუკავშირდით ერთმანეთს მეომართა კავშირის წევრები და თავმჯდომარე მისი მოადგილეები შევიკრიბეთ ვაჟა-ფშაველას 16-ში, სადაც ჰქონდა ჩვენ სათავო ოფისი და რა თქმა უნდა იმოქმედა ამ ომმა ჩვენზე, რომ დავრწმუნდით მართლა ომი იყო დაწყებული და ვიცოდით რომ ომი მშვიდობიანი არ არის, ომმა სიკვდილი იცის. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გავიკეთებია განცხადება ტელევიზიით, და მოგვეწია ჩვენი აფხაზეთის ვეტერანები, რომ ამ ომში მონაწილეობა მიგვეღო. 1 საათში დაიწყეს ჩვენმა ბიჭებმა ამ ოფისში მოსვლა, რიგები დაგვიდგა 426-მა კაცმა გაიარა ერთ დღეში რეგისტრაცია, თავისი მისამართებით, თავის ტელეფონებით, საჭიროების შემთხვევაში დაგვერეკა და შეგრებულიყავით და გავსულიყავით დანიშნულ ადგილას, სადაც გვეტყოდნენ სამაჩაბლოს მიმართულებით. ჩვენ გამოგვიყეს ავტობუსები, შეკრებილი ვიყავით 120 კაცი, ეს უცებ სადღაც 3 საათში შევიკრიბეთ, ჩავედით გორში, ქორი იბომბებოდა, მივედით დანიშნულ ადგილას, შევიარაღდით და შემდგომ ბრძანება მივიღეთ, რომ გავსულიყავით კარელეთის მიმართულებით გადასახვევამდე და იქ გავჩერებულიყავით 6 საათის შემდეგ მივიღეთ შემდგომი ბრძანება, რომ დაგვეხია გათენებისას, რომ არნახა ჩვენი ავტობუსები მტრის ვეთფრენებს დავიხიეთ უკან აღაიანის მიმართულებით, შეგვეფარებია აღაიანის ტყებში თავი და შემდგომ ბრძანებას დავლოდებოდით. შემოვედით აღაიანში, იქ დაველოდეთ შემდგომ ბრძანებას, ისევ გვიანი იყო, უკვე გათენებისას მივიღეთ ბრძანება, დაბრუნებულიყავით თბილისის მიმართულებით, ნატახტარის ხიდზე გავჩერებულიყავით და იქ უკვე გვეტყოდნენ შემდგომ დავალებას. ასევე შევასრულეთ ჩვენი დავალება, გავჩერდით იქ, დაველოდეთ, მოვიდნენ იქ გენერლები და გვითხრეს, რომ ქალაქი დაგვესვა მტრისგან. ჩვენ იქ ვიდექით გათანებამდე, მეორე დილის გათანებამდე, არ ჩანდა არც ხმაური იყო, არც არაფერი, არც ტექნიკის ხმა ისმოდა, არც არაფერი და მოგვიტანეს ამბავი, დავშლილიყავით და ჩაგვებარებია იარაღი და წავსულიყავით ჩვენ სახლებში. მართალია, ჩვენ საომარ მოქმედებებში არ ჩართულ ვართ, მაგრამ ჩვენ მზადყოფნაში ვიყავით, შეიარაღებული ვიყავით, რომ ჩართული ვიყავით საბრძოლო მოქმედებებში. იმ წუთას, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ სამაჩაბლოს მიმართულებით ომი დაიწყო, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჩვენ სამშობლოს გვერდში დავდგომოდით და გავიკეთებია ის საქმე, რასაც ქვია შეტაკება იქნებოდა, საომარი მოქმედებები იქნებოდა, თუ რა დავალებას მოგცემდა, ის დავალებას შეგვესრულებია. დავდგომოდით ჩვენს ქვეყანას გვერდით. აქედან გამომდინარე გავაკეთეთ ჩვენ შესაბამისი მობილიზაცია და მობილიზების შედეგად ჩვენ შევედით გორის მიმართულებით. იქ იყო რეზერვისტები, ახალგაზრდა ბიჭებიც იყვნენ. იქ იყო სამხედრო მოსამსახურეები და ჩვენ ვინაიდან გავლილი გქონდა ეს სამხედრო მომზადება, აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ყოფილიყავით ჩვენ სამშობლოს დაცვაში და ჩვენი გავიკეთებია რაც შეგვეძლო, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოცდილებით. მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც რა თქმა უნდა იომა 2008 წლის აგვისტოს ომში და ყველაზე დიდი პატივით დაღუპულებს მივაგებდა დიდება გმირებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას მშვიდობიან ცხოვრებას უსურვებ და მშვიდობას მოსურვებ.